ბოლო დროს უამრავი პრობლემა დაგროვდა, განსაკუთრებით არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაში ამ რეფორმასთან დაკავშირებით, არამედ საშუალო სკოლაში და ბაღებში იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება და ასე შემდეგ და ამაზე მინდა ვისაუბროთ დეტალურად ჩემს სტუმართან მიშიკო მოგლაძე, რომელიც არის წიგნების თაობის დამფუძნებელი მეუღლესთან ერთად. დავიწყეთ ერთი პატარა ოთახიდან, რუსთაველის ქუჩაზე იყო, მაგრამ უკვე სამთვეში განსაჩერება რომ გადავსულიყავით უკვე ფაქტში, რადგან კარგი ამბავი მალე გავრცელდა ქალაქში. ამას წლის განმავლობაში, ანუ შენი დაკვირვებით ზუსტად თუ არის რამდენმა ბავშვმა გაიარა აქ ქუთაისში. მე ვიცი რომ თურმე ქუთაისმა იცის უკვე ეს ამბავი. დაახლოებით 5000 ბავშვი მაინც არის ჩვენთან ამყოფი. მე მგონია რომ ეს არის ისაც ამ წუთას ქართულებს ყველაზე მეტად გვარდია. თანაგანცდა, თანაგრძნობა ერთმანეთის ჩაგრული ადამიანების მიმართ და მნიშვნელოვანია ესო პატარა ასაკიდან ისწავლებოდეს. თუ საშუალება ადამიანს არ გააჩნია საშუალო დონეზე, მისი შვილი ვერ მიდის და ვერ იგებს იმ განათლებას, რასაც იცებს შეძლებული ოჯახის ბავშვები. ხო, ეს ერთი მიმართულება. მე ვფიქრობ, რომ სკოლას იმართულებს იმ საშუალება და მასწავლებელს რომ წაიყვანოს უბრალოდ. ხო, რა უშლის ხეს, ხო, პატარა ქალაქია რა. მშობლები მიეხმარებიან და აწმებული ვარ და წაიყვანოს და აჩვენოს, მაგალითად მაგნატის ტაძარზე ჩაატაროს ეს გაკვეთილი. შენი აზრით ეს უნდა მოხდეს თქვათ მაინც კერძო ინიციატივებით, ბიზნესის ჩართულობით ან დახმარებით, თუ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იმ გაგებით, დამატებით შეიძლება ბიზნესთან, შეიძლება ცალკე. მე მგონია რომ აქ სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს. თუმცა არ გამოვიწყოთ კერძო ინიციატივა. ეს მეოთხე სკოლა და საერთოდ აღარ ააშენეს, სადაც 300 ბავშვი მოეწყება. სიტყვას რომელიც აქ ავტომობილი არის იაპონია. ნებისმიერი პრობლემის მოუარება წება საუბრის დაწყება. კითხვების დასმება, მაგიდან ამ კითხვებზე პასუხები ზემოდან. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ პლატფორმა მის მინეზე, სერია როგორი საქართველო გვინდა. წინა ეპიზოდში საუბრობდი განათლებაზე. და გადაწყვიტე რომ ამოდენიმე ეპიზოდი მიუძღვა ამ თემას, იმიტომ რომ ახლოვდება სასწავლო წელი და ჩვენ ვიცით რომ აი ბოლო დროს უამრავი პრობლემა დაგროვდა, განსაკუთრებით არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაში ამ რეფორმასთან დაკავშირებით, არამედ საშუალო სკოლაში და ბაღებში იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება და ასე შემდეგ და ამაზე მინდა ვისაუბროთ დეტალურად ჩემს სტუმართან მიშიკო მოგლაძე, რომელიც არის წიგნების თაობის დამფუძნებელი მეუღლესთან ერთად. სამწუხაროდ ვერ მოახერხა დღეს ჩაწერა, არ იმყოფება ქუთაისში. მიშიკო არის პარტია თავისუფლების მოედანი წევრი, უკვე ასე ვთქვათ, და ვიტყოდი რომ ქუთაისის პროტესტის ერთ-ერთი სახე წარმომადგენელი და მიშიკო, აბა გაგვაცანი შენი თავი, მოკლედ. მადლობა შვაგი პირველ რიგში ამ მიკროფონს საკითხს რომ უთმობ დროს და აქტიურად აშუქებ ამ პრობლემას. მე უკვე მე-10 წელია წიგნების თაობის მასწავლებელი ვარ, ამავდროულად დამფუძნებელი და ის იდეა გაჩნდა იქიდან რომ ჩემი მეუღლე მუშაობდა სკოლაში და ერთ დღესაც მიხვდა რომ სკოლა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ბავშვი მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სკოლა მორგებული არის რაღაცა კონკრეტულ სილაბუსზე, სკოლის პროგრამა განსხვავდება ჩემი აზრით იმისგან, რაც ცხოვრებაში რეალურად ადამიანს ჭირდება და აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით არაფორმალური სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლებოდათ თავისუფლად საუბარი თავის პრობლემებზე, თავისუფლად აზრის გამოხატვა, აქ არავინ არ გააკრიტიკებდა მათი პოზიციის გამო და ეს ყველაფერი გადავწყვეტეთ რომ მოგვერგოთ წიგნთან და ბევრი საინტერესო წიგნის ირგვლივ საუბრობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან სამწუხაროდ სკოლაში აღხდება საუბარი, იმიტომ რომ სკოლას არ აქვს დრო, ასე რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ბავშვის ინტერესებს მოარგოს თავისი სასწავლო პროგრამა. დავიწყეთ ერთი პატარა ოთახიდან, მაგრამ რამდენიმე ეს შენობა იყო? არ იყო ეს შენობა, რუსთაველის ქუჩაზე იყო, მაგრამ უკვე სამთვეში გახდა საჭიროება, რომ გადავსულიყავით უფრო დიდ ფარჩი, რადგან ასეთი კარგი ამბავი მალე გავრცელდა ქალაქში და პირველ რიგში ეს იყო ადგილი, სადაც ბავშვებს თავად უხაროდათ მორჩილა. ასეთი ადგილი სამწუხაროდ ბევრი არ არის, ბავშვებს არ უყვართ სკოლაში სიარული. ერთი ხუმრობა აქვს ქუთაისში, მაგის ძალიან საინტერესო. სკოლაშიო, რატო რომ რა გიყვარს სკოლაში ყველაზე მეტად თუ და სკოლიდან წამოსვლაო. ბოლო გაკვეთილიო, რომ მე მოვდივარ სახლშიო. ჩემ ბავშვობაშიც ასე იყო, რომ სკოლაში ეხარო და სოფლის კულტურის გაკვეთილი მაგალითად. ამიტომ აქ ყველაფრიდან გამოვიტანეთ დასკვნები, რომ ბავშვებს ჭირდება სივრცე, სადაც სიხარულით და ბედნიერებით მივიდოდნენ და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მოსული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი დაძალებით არ არის. დაძალებით არ დადის, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ გვაქვს დავალებები,
ჩვენ აქ გვაქვს ხალისფარი სივრცე, ზოგი ბავშვი ზის, ზოგი გადის გაკვეთილს და ზოგი წამოწოლია და ასე შემდეგ და პირველ რიგში ამბობენ იმას, რაც მათ რეალურად აწუხებთ და ეს არის პრობლემები პირველ რიგში. მე თქვათ კიდევ ერთი უპირატესობა ის ამაქვს, რომ არ ამაქვს ერთი კონკრეტული სკოლის ბავშვთან შექმნა. ამაზე მე ნელა კიდე ახლა რომ მიყვეთ, ახლა ეტაპობრივ ვახ, ნახე, ესე იგი გამოდის, რომ ფაქტურად წიგნიერების ამაღლება ბავშვებში სალიტერატურო მხატვრული ლიტერატურის მიმართულებაა ძირითადად როგორც ვიცი და ხანახე უბრალოდ რომ მითხრა ამას წლის განმავლობაში ანუ შენი დაკვირვებით ზუსტად თუ არის რამდენი ბავშვმა გაიარა აქ ქუთაისში მე ვიცი რომ თელა ქუთაისმა იცის უკვე ეს ამბავი ორი ადგილას არის სივრცე და ახო საბედნიეროდ გახდა იმის საჭიროება რომ მეორე ფილიალიც გაგვეხსნა აქია ის წერეთის ქუჩაზე დაახლოებით 5000 ბავშვი მაინც არის ჩვენთან ამყოფი და ამ 5000 ბავშვს აქვს საკითხული წიგნები რომლებიც ძალიან ბევრს ტოვებენ ამ ბავშვებს. შეიძლება არ გახსოვდეს პერსონაჟის სახელი, ავტორი, წიგნის სახელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ დებატების დროს, ან ჯელობის დროს, წიგნის დროს ბავშვის გონებაში ილექება მნიშვნელოვანი აქცენტები. ეს დუშინ ძველბადო ვიდეოებს ვათვალიერებდი და ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ აქ ვისწავლე ერთი ასეთი სიტყვაო თანაგრძნობაო და მე მგონია, რომ ეს არის ის რაც ამ წუთას ქართველებს ყველაზე მეტად გვაკლია თანაგანცდა, თანაგრძნობა ერთმანეთის ჩაგრული ადამიანების მიმართ და მნიშვნელოვანია ეს რომ პატარა ასაკიდან ისწავლებოდეს ბავშვებში რომ იცოდნენ რა არის სხვა ადამიანის გასაჭირში შესვლა, მისი გრძნობების გაზიარება. შეიძლება ადამიანს არ ეთანხმებოდა რაღაცეებში, მაგრამ სოლიდარობის გამოცხადება და მისი ემოციების გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხა გამახსენდა ერთი რაღაცა რომ აი წიგნიერებაზე ხო ნახე ისე თქვა მინდა აღჭურვიდან მახსოვს რომ თუნდაც არ ყოფილიყო სიტყვაზე ადამიანი ნაკითხი მაგრამ აუცილებლად უნდა ქონოდა სახლში რაღაც ესეთი ან სერვანტი ან ბევრი ესე პატარა მინი ბიბლიოთეკა დღესაც ახლა რომ დავდივარ ძველ სოფლებში სახლებში რაღაცა სულ აგვირდები რომ აუცილებლად არის კუთხეში უამრავი ძველი წიგნი არის ხო ესე იგი წიგნიერების და წიგნის მიმართ დამოკიდებულება ჩვენ საზოგადოებაში ბუნებრივად არის დადებითი უბრალოდ რატომღაც ახლა ამ დავის ამ დამოუკიდებლობის ეპოქაში და საბჭოთა პერიოდში მე არ ვიცი იქ რა ხდებოდა, მაგრამ ვიცი რომ ბოლო პერიოდში ძირითადად ალბათ პრობლემებიდან გამომდინარე დაეტყო კიდეს ჩვენ მოსწრებას აი მარტივი მაგალითები ხო არის ტესტი რა საშუალო განათლება რადონეზე არის და იქ ჩანს რომ მაგალითად აი სულ ვიზახი ხოლმე ვიმეორებ წაკითხulis გააზრებაში 33% არის და ესტონეთში მაგალითად 86-ია, ევროპაში 60-70 დაახლოებით თუ არ ვცდები და ესე თქვა მინდა რომ ანუ გამოდის რომ თან თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა ყველას მიდრეკილება აქვს ამ TikTok-ზე, გართობაზე, იმაზე, Facebook-ზე, წიგნიერების საკითხი არის ძალიან რთული. აი რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, ახლა დაუშვათ, რომ ჯერ დავიწყო საუბარი, რა მეთოდოლოგია გაქვს შენ და მე გადავიდეთ თუ როგორ შეიძლება ეს მასობრივი გახდეს. სამწუხაროა რომ ტექსტის გააზრებაში გამოკითხული ქვეყნებიდან ბოლო ათეულში ვართ. ეს არამარტო ბავშვებს დიდებში არის ეს პრობლემა. ტექსტის გააზრება, ზოგჯერ არამარტო ტექსტის გააზრება, მოსმენის გაგება, ეთყობა ეს ჩვენ ქვეყანასაც რომ რაღაცებს მევგებულობ და შესაბამისად ეს აისახება უკვე ყველაფერს. აისახება ყველაფერს, ეს ავტომატურად გადადის ბავშვებზეც და აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მეთოდებს რაც შეეხება შეიცვალა წიგნების სტრუქტურა, ასე რომ ვთქვათ, ხო? თუ ჩვენს ბავშვობაში ძალიან დიდი იყო წიგნები, რაღაც სქელტანიანი წიგნები, სადაც იყო ბევრი მაგალითად ბუნების აღწერა, იყო უფრო ისეთი წიგნები, სადაც დეტალებში, თავგადასავლები მხოლოდ, იყო რაღაცა ისტორიული რომანები, იყო სიყვარულზე. ახლა წიგნები, თანამედროვე წიგნები დაპატარავდა. ბევრად უფრო საინტერესო წასაკითხი გახდა და ყველა წიგნი ეხება რაღაცა კონკრეტულ თემას და დროს დაჩქარდა ძალიან სწრაფად ვკითხულობთ მეხმარება ის რომ ეს წიგნები წინასწარმოა წაკითხული და ხშირ შემთხვევაში წინასწარმოა წაკითხული და ვიცი თქვა რა უნდა გამოვტოვო და სწრაფად ვახერხებ ამის წაკითხვას რამდენიმე 2-3 შეხვედრაში უკვე ვასრულებ წიგნებს და პატარ-პატარა ხილკები არსებობს ხო მაგალითად ბავშვი ეუბნები რომ შენ გავხარ მაგალითად პეპის ამ ბავშვმა შეიძლება საერთოდ არ იცის პეპი ვინ არის, მაგრამ ავტომატურად უჩვენება. საინტერესდება ვინ არის. ვინ არის ეს პეპი, რომ მე მომგვანებენ და მე უნდება წაკითხვა. აქ აუცილებლად შემოდის გაკვეთილი ჩატარების დროს პატარა თეატრალური წარმოდგენები, ხო? აი, ეს არ არის მხოლოდ კითხვა. ეს არის რაღაცა პატარა ერთი ადამიანის წარმოსახვა, წარმოედგინოს თეატრი ხმის შეცვლა, სიარული გაკვეთილის დროს რაღაცა მოქმედების გამეორება წიგნში რაც ხდება
აი ძალიან ხშირად გამიკეთებია ასეთი რამე, რომ აი ალბათ ერთ-ერთი წიგნი არის. ბოდიში და თუ აქვს ეგეთი რაღაცეები, ვიდეოები თუ დევს Facebook გვერდზე, თქვენს გვერდზე. არა, ჩემ პირად გვერდზე დევს, ჩვენს გვერდზეც დევს. თუ რამე და მიუთითებთ და ნახავი მე. ერთი წიგნია მაგალითად, წიგნის ბოლოს მასწავლებელი ჭამს წიგნს. აკრის მარილს და ჭამს ფუცლებს და ეს რუკა ამას რო მეორე ბავშვებთან ერთად, ხო, ეს მათ გონებაში სამუდამოდ რჩება. რომ მასწავლებელმა წიგნის ფუცლების შეჭამა და თან რაღაცა სამარილე მიმავს, მარილს აკრი და მოკლედ ბევრი თეატრალური დადგმა. ხო, ფანტაზიის უნარი ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ბავშვს მოაწონოს თავი. თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა შეიძლება წიგნი საერთოდ არ წავიკითხოთ ერთი წინადადების შემდეგ, ისეთი რამე შეხვდეთ ციგში, რომელსაც მიუძღვნათ მთელი ის საათნახევარი, როცა ბავშვი ჩვენთან არის და საუბრობთ უბრალოდ ბავშვების გამოცდილებებზე, თავის ოჯახურ გამოცდილებებზე, სკოლის გამოცდილებებზე და ჩემ პირად გამოცდილებებზე. ხო, ეს ჭირდება ბავშვებს რეალური ამბები, რაც ცხოვრებაში ხდება და შეიძლება ზოგჯერ გამოგონილი ამბები საერთოდ არ იყოს საჭირო. ნამდვილად გეთანხმები, ახლა მე მართლა გითხრათ, აიზარდე ისეთ აბსოლუტი მე-9 გიმნაზიაში, მე-7 კლასამდე მახსოვს, რომ ასე თუ ისე ძლიერი სწავლება იყო იმ პერიოდში, ითვლებოდა. მაგრამ უფრო მეტად მაინც აქცენტი იყო, მაინც დაზეპირება და ანუ არ იყო ეს რაღაცა. მე უცხოეთში მომიწია სწავლა, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ მე გამოყოფ ახლა რასაც ახლა ბოლო დროს მესმის, რამოდენიმე პრობლემას. ჩემი გამოსახედიდან, ერთი ის არის, რომ დაუშვათ ეს ფული ამ დიდარმა ხალხმა როგორი უნდა იყოს სკოლა, ეს ყველაფერმა თითქოს და მოიყარა თავი ერთ უბანში. ერთი ჩემი დაკვირვება არის, რომ თბილისში რომ ჩამოვედი, ვაკვირდებოდი რაღაც ლამაზი ავტობუსები დადიოდა რა. ეწერა რაღაც მგონი ბაქს, რაღაცის სკოლა ბაქსვოდისო თუ ევროპისო თუ გერმანიისო რაღაცა და მე მივხვდი რაღაც ფილმებს, გადაცემებს უყურე მაგაზე და აღმოჩნდა, რომ ისეთი მეთოდოლოგიები აქვთ. ანუ ეს კერძო სკოლები არის. ანუ ეს გამინდა რომ გამოდის, რომ ესე იგი თუ საშუალება ადამიანს არ გააჩნია საშუალო დონეზე, მას უწევს ასე ვთქვათ, მისი შვილი ვერ მიდის და ვერ იგებს იმ განათლებას, რასაც იცებს შეძლებული ოჯახის ბავშვები, ხო, ეს ერთი მიმართულება. კიდე მეორე, ამ მიმართულების პრობლემას იმას ვხედავ, რომ საბოლოო ჯამში ეს ვერ აესახება ქვეყნის მომავალზე, იმიტომ რომ ესტონეთში სულ მაგალითი, რომ ქალაქის ცენტრში იქნება თუ სოფელში, ხო, ერთი დონეზეა ხარისხის, ანუ განათლების ხარისხი. მიწოდება საშუალო სკოლაში და აისახა ზოგადად მოსწრებაზე. ერთი ასე მიმართულება, მეორე კიდე ეს ემიგრაცია, სოფლები იცლება, სკოლები იცლება. მესამე მიმართულება ალბათ ის არის, რომ გადამზადება ჭირდება ამ ტექნიკური მასწავლებელებს და მეოთხე ალბათ ეს მეთოდოლოგია შემორჩენილი, მე მგონი უფრო საბჭოთა არის მაინც, ხო, როგორც მე ისე თუ არაფერი არ შეცვლილი. რაღაცები არის შეცვლილი, მაგრამ და შენ ამ მიმართულებებით რაში ხედავ თავარ პრობლემას და რამდენად კომპლექსური არის თუ უფრო მეტად რა პრობლემა? კი, კონსტიტუცია იცავს ჩვენს განათლების თემას, ასე ვთქვათ. ხო, ეს ყველასთვის უნდა იყოს თანაბარხე მისაწვდომი და ამ დროს ჩვენ გვაქვს მაგალითად სკოლები, სადაც ბავშვებს უწევთ ამდენიმე კილომეტრის გავლა, რომ მივიდნენ სკოლაში, სადაც შეიძლება საერთოდ არ დახვდეთ ერთი ბავშვი იყოს სკოლაში. ბევრი სოფლები არის, სადაც 3-4 ბავშვი სწავლობს მთელ სკოლაში, ხო? ვერ იქნება ამ სკოლასა და ქალაქის სკოლას შორის კონკურენცია სასტარტო პირობები ბავშვებისთვის. და აქ ახლა რა თქმა უნდა, კერძო სკოლების ამბავიც მნიშვნელოვანია, რომლებსაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს იმისთვის, რომ კონკურენციის ამბავში მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ სკოლებს, რომ მოიზიდონ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი, მაგრამ რო დაუბრუნდეთ სახელმწიფო სკოლებში, იქაც კი რაღაცა იგრძნობა ქალაქებს შორის სხვაობადან მეტიც, აი მაგალითად იგრძნობა ქალაქის ცენტრში არსებულ სკოლებსა და გარეუბნებში არსებულ სკოლებს შორისაც სხვაობა იგრძნობა. მე პრობლემა ტექნოგადამზადების ამბავში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემას თუ შენ კითხავ, მე გეტყვი, რომ ეს არის დონე ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბავშვებს მიცა იმის საშუალება, მეტი ინფორმირებულები და გაააცრეს მასწავლებლებს განვითარებით. რა ხდება სოფლიოში უფრო მეტად მალე იგებს. უფრო მალე იცის ტექნოლოგიები, იცის ხელოვნური ინტელექტი, იცის. აი, არის შემთხვევები, როცა ბავშვები მაგალითად დავალებებს აკეთებენ ხელოვნურ ინტელექტს, ამას მასწავლებლები ვერ ხვდებიან. მასწავლებლების დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდებიან. ხო, ცხადია, იმიტომ რომ არ არის მარტივი თანამედროვე ტექნოლოგიებს აუბამ ხარი მარტივად თუ ვინმე არ დაგეხმარება ამ ამბავში და ამ ბავშვებს მიცა ერთი ხრივის რო გაუმარტივდა თითქოს სწავლა და მეორე წარმოიდგინე როგორი განწყობა გაუჩნდება ბავშვსაც ცნობს რომ ის მასწავლებელზე უკეთესია რაღაცა საკითხი ხო? აქ ეწყება იმის დაჩაგვრის
მომენტი ბავშვია და რაღაცნაირად ძლევს ეს განწყობა, რომ მას შეუძლია რომ მასწავლებელი დაჩაგროს, დაცინოს შეიძლება და მასწავლებელი ვერ ეწევა, ამას ვერ ხვდება და ამიტომ მე ხადია თავისთავად ხდება ის, რომ ბავშვი აღარ უსმენს მასწავლებელს, აღარ აინტერესებს ეს მასწავლებელი, ხო? ხშირად ვამბობ მაგალითად, რომ შეიძლება რაღაც როცა მაგალითად ქუთაისში ვართ და ისტორიით აკუთვნილი ტარდება მაგალითად ბაგრატ მესამეზე, რომელსაც ბაგრატი ტაძარი ააგო. მე ვფიქრობ, რომ სკოლას უნდა ქონდეს იმის საშუალება და მასწავლებელს რომ წაიყვანოს უბრალოდ. რა უშლის ხეს, პატარა ქალაქია რა. მშობლები მიეხმარებიან დარწმუნებული ვარ და წაიყვანოს და აჩვენოს მაგალითად ბაგრატის ტაძარზე ჩაატაროს ეს გაკუთვნილი. როცა გელაცეს საუბრობთ, გელაცე ჩაატაროს. დავით აღმაშენებელზე ან უფრო შარდახის გარემონტებაზე ქონდა ქუთაისში რაღაცა კამპანია, ხო? აი წარმოუდგენლად გაბრაზებული ვიყავით, რომ პირველი სკოლის მასწავლებლები, რომლებიც მაგალითად ამ სკოლაში ბავშვებს გაკუთვნილებს უტარებდნენ ფანჯრიდან ჩანს ოქროს ჩარდახი, საერთოდ არ გამოუჩენიათ არანაირი სოლიდარობა ამ შენობის მიმართ, რომელსაც ერთადერთი საერო ნაგებობა ქვეყანაში, სადაც მეფე არ ცხოვრობდა, მეფის სასახლის შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ არანაირი სოლიდარობა და არანაირი ინტერესი ხო და შედება მე ბავშვს არ უჩნდება ეს განწყობა. ბევრი რამეა შესაძლებელი, მათ შორის ესაც რომ გაკუთილები გახდეს მეტად უფრო საინტერესო, მაგალითად ყოველთვის უსვამ ბავშვებს თუნდაც ბოდიში და ეს ტექნოლოგიები თვითონ შემოსულია, რატომ მე ვფიქრობ, რომ რატო არ შეიძლება მაგის ინტეგრირება. პირიქით, გონია რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რას არის, ხო? რაღაცა ამ ტექნოლოგიების ან ახლა ტექნოლოგიური ხაბის ესავართო. ხო შეიძლება ახლა მე მინახავს ინტერნეტში რომ აი ბავშვები რომ რაღაც თანამედროვე მაგალითად ქიმიის გაკვეთილი რო არიან ფიზიკის ან რაღაცის რომ ამ ყველაფერს რომ აქვე არის რა რაღაცა ხო STEM გაკვეთილები ქვია და ძალიან რომელ სკოლებშიც არის ზოგან სატესტოდ არის განერგილი ზოგან კლიანად სწავლება ასეთი ბევრად უფრო საინტერესოა მაგრამ ეს მაგი ვერ გახდება საცდელად რამდენიმე სკოლაში ამის გაკეთება დიდ ეფექტს ვერ გამოიგებს ნეგო საყოველთაო რომ განათლების მიღება და განათლების უფლება არის საყოველთაო უფლება რაღაცნაირად ბავშვებს რომ ყველას ერთნაირი შეხება უნდა ქონდეს მაგრამ აი მთავარი ამბავი მაინც გონია რომ სკოლა არ არის მზად იმისთვის რომ ბავშვს დაანახოს რა ელოდება სკოლის მე აი წარმოიდგინე აი მეც დაგიბრუნებ ერთ კითხვას რა უნდა იყოს შენი აზრით მაგალითად სკოლის თავარი ფუნქცია ამ კითხვას მე ვეკითხები ბავშვებს უფროსებს მასწავლებლებს და ბავშვები უბრალოდ ამბობენ რომ მივიღოთ განათლება არ არის საკმარისი მარტო განათლების მიღება ხო განათლების მიღება არის რაღაცა კონკრეტული თემების სწავლა მაგალითად დედაქალაქების სწავლა თუ ის ლიტერატურა მაგრამ ეს ყველაფერი როგორ დავაინტეგრიროთ ცხოვრებასთან ხო რაღაცები ჭირდება ანუ გამოდის რომ ასე აღშენავ გამოდის რომ თუ კი შენ უბრალოდ ვაგროვებთ ინფორმაციას, ბავშვი ხა შეიძლება ფიქრობს, რომ ეს ინფორმაცია მე შემიძლია უბრალოდ ერთ წამში ვკითხო, რატომ უნდა მქონდეს თავში, რატომ უნდა ვინახავდე, როცა აგერ მე ხელში რაღაცა სიტყვაზე რა, დედაქალაქები რატომ უნდა ზეპირად ვიცოდე, თუ კი დამჭირდა, აგერ ესეთი რა კარგი თქმა უნდა, ზოგი იმით გამოირჩევა, რომ შეიძლება ხსნაოსთან ზეპირად ისო თავიდან ბოლომდე და ეს ნიჭი არის და ამას დედის უნდა, მაგრამ როცა ბავშვმა იცის, რომ ეს ყველაფერი მე შემიძლია ჯიბეში ვატარო, ნებისმიერ საკითხზე, ხო? მაშინ მართლა ლოგიკური კითხვა არის. აბსოლუტურად მართალი ხარ. მეორე საკითხი, მაგალითად ზიმბაბვეს დედაქალაქი, ხო? მე რატომ უნდა გადავხარდო ჩემი გონების მეხსიერება იმისთვის, რომ თქვა რაჯობია თუ იცი. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან კარგია თუ იცი, მაგრამ მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ჭირდება, ვიცოდე ამ ქვეყანაზე, მაგალითად, ვიდრე ისი დედაქალაქი. ეხლა მაშინ მე გეტყვი სიტყვაზე, ანუ მე რა ცხოვრებისგან რა განათლება მივიღე თვალზე და ანუ ეს რომ მივიღო თავის სკოლაში უფრო მეტ რაღაც მოსწრებდი მანამდე. ის თვამიდან ახლა ანუ რო იპოვო ადამიანმა რომ მიხვდა რომ სიტყვაზე ზოგადად როგორ არის შენ წარმოადგენაში სამყარო, შენი ქვეყანა, საიდან ხარ რაღაცას ელემენტარული რაღაცეები, ადამიანი ხარ, სად დაიბადე, ვინ არის შენ ანუ აქ ქვეყანაში ცხოვრობ, რა არის უფლება, სოფლიოში რა ხდება, ეს ანუ ზოგადად წარმოადგენა გექნება და მე მაგალითად შენ როგორც ადამიანს ანუ სად გძნობ რომელ სფეროში უფრო მეტად თავს ბედნიერად და თან დაინტერესები. მე მაგალითად ვიცი რომ დამჭირდა ამაზე წლები რომ გამეგო დაახლოებით რა იყო ჩემი მიმართულება. ხო და მე ზუსტად ეგ მგონია სკოლის ფუნქცია უნდა იყოს ბავშვი დააფიქროს ცხოვრებაში რისი კეთება უნდა. რა მოწმის. ეს შეიძლება იყოს. და ხელი შეუწყოს მიმართულება. შეიძლება კლუბები გააკეთოს სხვადასხვა. შეიცვალოს ადამიანმა შმაგი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ 17 წლის ასაკში რო სკოლას ამთავრებ, და აზრზე არ არის. ნორმალური ასაკია იმისთვის რომ დაახლოებით
ხა ზუსტად თუ არის ცხოვრებაში მთელი ცხოვრება რისიკეთება გინდა დაახლოებით მაინც მომიჯნავე შეიძლება ფიქრობ ახლა სპორტი უფრო გიყვართ მუსიკა პროგრამირება რა რაღაცა ამისთვის ჰუმანიტარული უნდა კონდეს კლუბები უნდა კონდეს აი ჩვენ ახლა საზაფხულო პროგრამა ქონდა ერთი ეზოში ერქვა ბავშვები ყავდა შეკრებილი და ამ პროექტის ფარგლებში პატარა ბავშვები იყვნენ ესენი 5-7 წლის ბავშვები წავიყვანეთ სხვადასხვა დაწესებულებებში მაგალითად ეს ბავშვები ყავდა წაყვანილი სახანძროში და სრული შოკი ქონდა ხო რა ეგ მე ავარ ისეთი მოეწონათ რომ აი ახალი პროფესია იქ მეხანძრემ თავისი ფორმა აჩვენა აღჭურვილობა აჩვენა წყალი გამოაშვებია მანქანა ეგეთი რაღაცები მოეწონა ხო და გაიხსნა ფანტაზია შეიძლება ვიღაცას იქ უფრო მეტად მოიწონოს და თქვას რომ მე მინდა ვიყო მეხანძრე კი იმიტომ რომ ვიღაცის გადარჩენაც ახერხებ ხო რატომ მოწონთ ბავშვებს მაგალითად მარველის გმირები ხო ესენი არიან ერთგვარი რაღაცა სუპერ გმირები რომლებიც საზოგადოებაზე ზრუნავენ ამბავი არის სიკეთის გაკეთება ხო რატომ მოწონთ ბავშვებს ადამიანი უბობა იმიტომ რომ სხვებს ეხმარება და ეს ბავშვებმა შეიძლება დააკავშირონ ერთმანეთს რაღაცა პროფესიას მართალდრეობას ძალიან კეთილშობილური პროფესიაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ცხოველებს. ფათაშორის ეხლა გამახსენდა კიდე ერთი რაღაცა, რომ ესე იგი, ჩემ ბავშვობაში ეხლა აქაც ასე იყო და მე მგონი ეხლა ესე არის, რომ ხუთოსანი, ანუ კარგად მოსწავლე იქნებოდა ბავშვი, ადამიანი, რომელიც ყველაფერში უნდა ქონოდა ხუთები. და ეხლა რო აკვირდები, რამდენად სტაციალო არის რა გაგებით, რომ ესე იგი, ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო ლიტერატურაშიც, ფიზიკაშიც, ქიმიაშიც ანუ ყველაფერში ქართულ ენაშიც მათემატიკაშიც უნდა ყოფილიყო ხუთოსანი, დანარჩენი იყო ვიღაც 4-osani, ახლა 10-ების ხალხულებია, ვიღაც 60-ani თქმა მინდა. ანუ ხო შეიძლება რომ არ მახსენდება ახლა ვერუსენებ რომ ვიღაცა ყოფილიყო რაღაცაში ერთში ისე არის აწყობილი განათლების სისტემა, რომ შეიძლება ვიღაცა იყოს მაგალითად მე მაინტერესებს რაღაცა აი ქიმია, ფიზიკა, პროგრამი რაღაც ეგეთი და ამაში ვარ ძლიერი, მაგრამ ლიტერატურა და ისტორიაში შეიძლება ჰუმანიტარული ხო შეიძლება რომ სკოლა ხო სიტყვაზე ეს ბავშვი დაუშვას ისეს რომ ამაში იყოს 5-osani, ამაში იყოს სიტყვაზე 60-osani და ეგ არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება. არ არის ცუდი თუ მართლა გეოგრაფიას გეცოდინება, ისტორიას გეცოდინება და ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია სიღრმისეული ცოდნა. კონკრეტულად საით მიდიხარ იქ რომ შეიძლება ნებისმიერი ქართველი რო გააჩერო, შეიძლება იცოდეს თავით აღმაშენებელმა, რომელ წელს მოიგო დიდგორის ბრძოლა, რომელ წელს გახდა საქართველოს მეფე, რამდენი წლის იყო საქართველოს მეფე რო გახდა, მაგრამ ამას ჩვენი ზოგადი განათლება ვერ ცდება. და ამას გადავყავართ ჩვენ ვეფხის წყალოსანი სტროფი, რაღაცა სტროფი თქვას. ხო? იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რა რეფორმები გაატარა დავით აღმაშენებელმა. როგორ ემზადებოდა, რა სტრატეგია ჰქონდა, განათლების სისტემას როგორ მიხედა, ვიდრე რაღაცა კონკრეტული თარიღი დაიზეპირე და არ არის ცუდი ესენის თუ გეცოდინება. ერთ დღეში გაძლევს შენი გონებრივი შესაძლებლობები ამის საშუალებას რომ დაიმახსოვროს ეს ყველაფერი, მაგრამ შინაარსობრივი, სიღრმისეული, ანალიზზე დამოკიდებული განათლების მიღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კრიტიკულ აზროვნებას დაფიქრდება რომ მაშინ თუ გამოვიდე ხათ არ გამოდის, რატო ვარ ესე დღეში და შეიძლება დაიწყო რაღაც ფიქრი. მე ცოტა ისე ფართო ფოკუსით რო შევხედო, შმაგი ეს ყველაფერი მე რაღაცა დიდი სპეცოპერაციის რაღაცნაირად ნაწილი მგონია. მან უკვე რო ხედა პრობლემას, ხო. მე ხა ამჟამობაზე მინდა თქვა რომ აი შენს თქვი და მეც ხარ რო ვაკვირდები, არ ვიცოდი აქ რა იყო, შენ გიცნობდი, მაგრამ ამდენჯერ მოხდი, გავჩერდი დავინახე ეს ჩვენი საბაგიროების ის ვაკეთებული აივანზე ყვითელი წითელი აი ეს ძველი შენობა და ასეთ შენობებზე ქუთაისში ხო აი არ ვიცი ტურისტები რომ მოდიან შენ თქოს არ იყოს ჩერდებიან იღებენ ფოტოებს და მეც სულ აი წერეთელზე გაივილი გორაზე იქიდან ისეთ ადგილები არის რომ ძალიან აი მიყვირს რომ რატო არის ასე დაუშვათ ცოტა მიტოვებული და ისე თქვა მინდა შენ გავს კიდე გარდა იმისა რომ პროტესტში ხარ ჩართული გარდა იმისა რომ ამ გარდა იმისა კი არა მთავარი საქმე რაც არის ეს განათლება 5000 ბავშვზე მეტმა გაიარა ეს ყველაფერი ძალიან მომწონს ხოლმე შენ ვაკეთებ აი კულტურული მემკვიდრეობის ზე პოსტის შენობაზე ქონდა ანუ ძველ დიდი ამბები იყო ეს სიხარო დაანგრიეს და ამაშითაც კარგად გამოიკვეთა რომ შენი ძალიან უთხილდები ამ თემებს და აი რომ მოახსენე ამ შენობაზე და გითხრა და ზოგადად მაგიმართულებით მოკლედ რო თქვა კი ესეც შმაგი ესეც მიბმულია ჩვენი კლუბის ფორმატთან იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რომ ბავშვს ასეთ შენობაში უწევს ყოფნა. მერე მეორე რომ რა არის ჩვენი როგორ უნდა დავგეგმოთ მომავალი, ხო? რაც ხო შობილი წარსულისაგან არის შობილი მომავალისა, ხო? თუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი წარსული გამორიცხულია ჩვენს მომავალზე კარგად ვიფიქროთ. ჩვენ
დიდხანს ვერ ცხოვრობთ, ხო, ადამიანები. რაღაცა ისტორიის ეს მონაკვეთი, როცა ჩვენ გვიწევს ცხოვრება, არის საერთო შორიდან შევხედოთ, არის ძალიან მოკლე მონაკვეთი. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვარ გამტარები. გამტარები ვარ წარსულიდან მომავლისკენ. ახლა დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ჩვენამდე მოვიდა ეს კულტურული მემკვიდრეობა. და ასეთი რამდენიმე შენობა ქუთაისში, ხო? და თუ ჩვენ ეს შეთქვი 50-მდე ეგეთი სახლია. ხო, დაახლოებით 50-მდე ესე კულტურული მემკვიდრეობის სახლი, მე არის კიდე კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა და თუმცა ჩვენ ვიცით გელათის ამბებიც რა ხდება. მაგრამ თუ ჩვენ ეს შენობა არ შევიყვარეთ, თუ ჩვენ ამის მნიშვნელობაზე არ ვესაუბრეთ ბავშვებს, ხო? მე შეიძლება 30 წლის მერე ვიღაცა დეველოპერი მოვიდეს და ამ შენობასთან დაკავშირებით არავის არ ექნება გზნობები. ხო, რომ დაიცვას. არა და ამ დროს ეს რამდენი რამე დაუტევია ამ იმას შენობა. აი, მაგალითად, პირველი რევოლუციის ჭურვი აქვს მოხვედრილი. აი, ამ სვეტზე აქვს პირველი რევოლუციის ჭურვი მოხვედრილი, ხო? ასეთ შენობებს, აი, ავიცი, დადის ეს. რამდენი ცნობილი ხალხი იქნებოდა, ეხლა რაღაცა რამდენი ადამიანს აქვს ალბათ აქ ჩავლილი შიგნით რაღაცა სალონური შეხვედრები მოწყობილი, ხო? აუცილებლად ვანახებთ მე ჩვენს იმაში ვიდეოში რამდენად ნახე გარემოზე ჩვენ ფიქრობდით რომ ჩაგვეწერა შიგნით, მაგრამ ეს ფორმატი არის გარჩაწერის და აი ესე იგი მე ვიყავი რაღაცაზე გესტუმრეთ და რო დავინახე რომ ეს ბავშვები ისხდნენ აი ამ დივნებზე და რაღაცა თითქოს და ვიყავი მე-19 თუ მე-18 საუკუნეში ესე. და მეთქი ახლა ასეთი მე რომ სკოლაში ვიყავი ახლა ასე რომ დავიყავი შემდგომზე და ასეთ გარემოში ყოფილიყავი რამდენი გარემოს ბავშვებზე რა თქმა უნდა ახდენს გავლენას და იქ რო საუბრობ რომ ეს შენობა ძველია, ასეთია, თავისთავად უჩნდებათ ზრუნვის განცდა. მე საყარდება რა. ამავით მინდა რომ რაღაცნაირად გახდეს სიმბოლო ქუთაისის. ძალიან ძველი არ არის დაახლოებით 75-80 წლისაა ეს. მაგ უკვე იდენტობა ქალაქის. რაღაც იდენტობა და ბევრს ვამზადებ ასეთ პატარა სანათებს. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ბავშვებმაც დაიწყეს უკვე მოგზაურობა და რას ვაკეთებ უცხოეთში რომ ჩავდივართ, გარდა იმისა რომ მუზეუმებში დავდივართ, რაღაცა ადგილობრივ კერძებს სინჯავენ ადამიანები, ამის გარდა ამ შენობებს უყურებ. რა თქმა უნდა, ხო და რა არის ამ ქალაქში სანახავი, ხო, გარდა იმისა რომ ქუთაისი 3500 წლისაა და ეს ყველა ეპოქაა წარმოდგენილი. უკვე მოცემულობა, ასეთ შენობებს ჭირდება მოფრთხილება. და პირველ რიგში ჭირდება არა ტურისტები ბევრად უფრო ინტერესს იჩენენ ასეთი შენობების მიმართ. ყველა მიმართულებითაც ქალაქით ადგილობრივები და მე ამ მიმართულებასაც ვცდილობ ბავშვებთან, რომ სულ ხშირად ვეუბნები, რომ ერთია მაგალითად შმალი ის რომ მე რას ველაპარაკები ამ ბავშვებს კვირაში ორჯერ საათნახევრის განმავლობაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გონია მე რას ვაკეთებ ჩემი საქმით. ჩემი ცხოვრებით, როცა აქედან გამოვდივარ, ხო? არ არის ჩემთვის საკმარისი ის, რომ მხოლოდ ვუთხრა გაკვეთილზე რაღაც ბავშვს და ეს არ ვაჩვენო მე ქმედებით, ხო? როცა ბავშვებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ველაპარაკები, რა თქმა უნდა, მე ამ შენობიდან რომ გავალ უნდა წავიდე და ძველი შენობის დანგრევა უნდა გავაპროტესტო და ის მე ხედავს ამას და ხო ეს ყველაფერი შემო ბავშვებმა იციან, მე მათთან ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ ვერიდები და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ეს განცდები და მოწონთ უფრო და უფრო მეტი. აი ეს ხელოვნური ინტელექტი კიდე დაგვეხმარა იმაში, რომ წარმოგვედგინა რა შეიძლება გაკეთებულიყო სხვადასხვა ადგილებში. ფანტასტიკურია და მეც ხა ვაკვირდები რომ არის რამოდენიმე ბლოგერის გამოჩნდა, გადაცემების, პოდკასტები, სადაც უკვე ქუთაისზე ანუ არა მხოლოდ ის რომ ანუ ნახე როგორი განცდა, მაგეც ხა მე პირადად რა რომ ადამიანებმა აი პრობლემები იციან, მაგრამ ძირთადად ორიენტირებული ხარენ ხა ემიგრაციაში არის ზოგი თბილისში, ზოგი ევროპაში, ზოგი ამერიკაში და ანუ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ იქიდან გამოგზავნილი თანხით, ფულით, ამ ყველაფერით რაღაცა გააკეთონ, აი ნახე, თავისი ცხოვრება მოიწყონ და ბავშვს რაღაცა მისცენ განათლება. იმის იქით ხო უკვე რთულდება ფიქრი ცოტა მასშტაბურად და მაგრამ უკვე რო დაინახეს, რომ ერთია პრობლემა, როგორი ერთი არის საკუთარ თავზე ზრუნვა და მეორე კიდე რო დაინახეს, რომ როგორი ქალაქში შეუძლიათ იცხოვრონ და ეს წარუდგინა დაანახა ხელოვნურ ინტელექტმა, ხო? უკვე ყველას მოუნდა. იმიტომ რომ ნანახი აქვს მშობლებისგან ევროპაში, იმაში და წარმოიდგინოს რომ რატომაც არა, რატო არ შეიძლება რომ ქუთაისში იყოს ეს ყველაფერი და ამ ქალაქში იყოს და ამიტომაც ეს თუ ძველმა თაობამ ეს ყველაფერი კარგად ვერ გაიაზრა, მე მინდა რომ ბავშვებში იყო ჩადებული ის რომ უთხრილდებოდე შენ ისტორია. აი ახლა გადავდივარ ბოდიში კაჩაგაწყვეტნე რაღაც სამბოვდი და ხო, ერთ პატარა მაგალითს გეტყვი, მაგალითად ერთ სიგნში არის ქართველი ავტორის სიგნია, სხვათა შორის ბავშვის მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ერთ-ერთ პროტესტზე და ეს პროტესტი ეხებოდა ხის მოჭრას. და ეს მშობლებმა გადაწყვიტეს ასეთი რამე, რომ ხეზე დაიწყეს ცხოვრება.
რომ იმეს ეს ხე არ მოეჭრა. ხოლო ამაზე როცა საუბრობთ, მე ბავშვები ყვებიან, რომ იქ რაღაცა ხე მოჭრეს, იქ რაღაცა შენობა დაანგრიეს და დაახლოებით ხვდებიან რა შეიძლება იყოს რატო შეიძლება მოუნდეს ადამიანს ამა თუ იმ შენობის თუ ხის გადარჩენა. ბუნების დასვა. ეხლა ნახე ის თქვა მინდოდა ჩვენ საუბრობდით ახლა პრობლემებზე და პრობლემის გადაჭრაზე მაშინაც გითხარი სანამ შენობას მეთქი აი ნახე აი ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრ რამოდენიმეჯერ გვისაუბრე ამაზე როგორ წარმოგიდგენია ამ პრობლემის გადაჭრა და ეხლა ის თქვა მინდა შენი აზრით ეს უნდა მოხდეს ვთქვათ მაინც კერძო ინიციატივებით ბიზნესის ჩართულობით ან დახმარებით თუ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იმ გაგებით დამატებით შეიძლება ბიზნესთან შეიძლება ცალკე რო აი ეს განათლების სისტემა საშუალო სკოლაზე მაგ ერთად აქცენტი იმიტომ რომ უნივერსიტეტში მაინც ბევრი ახლა რა ვიცი სხვა მიმართულებებია ზოგი უცხოეთში აბარებს ზოგი თბილისში ან ის პრობლემურია მაგრამ მაინც ახლა ატუღაც გული შედგება განსაკუთრებით საშუალო განათლებას აი აქ ესე იგი მშობლების ვცდილობენ რომ მე მასწავლებელს დამატებით მომზადებიან ბევრი პრობლემები არის რა დაგროვილი და როგორ უნდა მოხდეს ბავშვმა რო არ თქვას რომ ეს სახში დასვლა მიხარია თქვას რომ აი სკოლაში დასვლა მიხარია სიტყვაზე როგორ წარმოგიდგენია ამ საკითხის გადაჭრა ფინანსები ჭირდება ამას რამდენი ვისგან ჭირდება და ასე შემდეგ აი შენი წარმოდგენაში როგორ უნდა იყოს საშუალოდ ყველას ხელმისაწვდომი და მაღალ ხარისხზე კი და მნიშვნელოვანი საკითხია მაგიდან ალბათ ყველა ჩვენი ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება სწორედ მაგიდან იწყება მე მგონია რომ აქ სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს თუმცა არ გამოვრიცხოთ კერძო ინიციატივები ასევე შეიძლება იყოს ჩართული აქ რაღაცა საპილოტო პროგრამები სხვადასხვა რეგიონების მიხედვით ხო ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში ვცდილობთ რომ ქვეყანა ავაშენოთ თან განათლების მიმართულებით მეგონი ყველაზე მეტი მინისტრი არის შესული თუ არ ხო აი ბოლო როგორ შეიძლება ბოლო რამდენიმე წელიწადში 11 განათლების მინისტრი შევთვალეთ მე მგონი ყველაზე პრობლემური დარგი არის ჯანდაცვა და განათლება მოსული მინისტრი რომელმაც მისი პროგრამა მოიტანა და დანერგა დაიწყო და მე რამდენიმე თვეში ცვლიან და ახალი მოდის ახალი თავის პროგრამა ყველაფერი რომ შეიძლება გავხადოთ პოლიტიკური თქვათ შემაგი და იქ იყოს დაპირისპირებები ადამიანებს შორის მგონია რომ განათლების სფერო უნდა იყოს ის რადგან ყველა ერთად უნდა შევჯერდეთ და რო შევთანხმდებით რომ მომდევნო 11 წლის განმავლობაში ასე გავაკეთებთ ან მომდევნო მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნდა მოვიდეს მინისტრი უნდა შევთანხმდეთ ამაზე რომ ამას ვაკეთებთ ხო არ გამოგვივა სულ ვიძახი ხოლმე რომ პასუხისმგებლობის გადანაწილება არის მნიშვნელოვანი რამ მე რომ მარტო მივიღებ გადაწყვეტილებას და შემეშლება შენ მე უკვე მსაყვედურო და მეუბნები მაგრამ მე რომ შენ გითანხმდები და ყველა პოლიტიკური პარტიები რომ ყველა შეთანხმდება რომ მოდი ეს ასე გავაკეთოთ თუ შეგვეშლება ერთად ხო მოდი დავუშვათ მეტი თანხები გამოყოთ სკოლებზე და რაღაც ან მასწავლებლების გადამზადებაზე ან რაღაცა და შეგვეშლება ყველას ერთად სხვა რამე ვცადოთ ხო სხვა რამე ვცდით თუ არა და გაკეთებული საქმეც ერთად გამოგვივა ამიტომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში რომ საერთო სახელმწიფო მიზნობრიობა იყოს იმისთვის რომ განათლების ალბათ განხილვა ღია განხილვების სანამ რეფორმას დაიწყებ ხო მოდი ჩართოს ყველა კი არიან ადამიანები რომლებსაც მაგალითად როგორც შენახსენე კერძო სკოლებში აქვს ბევრად უფრო კაი სისტემა ბევრი წარმატებები ხო აი მაგალითად თბილისში არის სკოლა ზალდასტანიშვილის სკოლა რომლის კურს დამთავრებულებმა ამერიკის უნივერსიტეტებში მოიპოვეს 2 მილიონის გრანტი მოიყვანოთ ეს კაცი და უთხრა აბა როგორ რა სისტემა ეს სკოლა მეორე სკოლა რამდენი ჯდება კერძო სკოლები რა ხდება სად გვაქვს პრობლემები ბავშვებს მოусმინოთ შვაგი მშობლებს მოусმინოთ აქ არის რა ვიცი განათლების სისტემა და ზოგადად სახელმწიფო მგონია რაღაც ერთგვარი ჯაჭვი თან იშვიათი არის რომ ცნობილი პოლიტიკოსი შვილი სწავლობდა საჯარო სკოლაში ყველა კერძო სკოლაში სწავლობს და ეგეც ჩემთვის იმიტომ რომ თავად იციან რომ იქ ბევრად უკვე უფრო უკეთესია ხო აქ შეიძლება რაღაცა ვაუჩერების სისტემა რომ მშობელს კონდეს საშუალება რომ მაგალითად ეს ვაუჩერი რომელსაც სკოლა ხო კონკრეტული მიმართულებით ხო წაიღოს ამ მშობელმა სიტყვაზე ეს ვაუჩერი და რომელ სკოლაშიც უნდა იქ მივიდეს შეიძლება ან თუნდაც სკოლაში მაგალითად ჩემ შვილს მე მინდა რომ უფრო მეტად ყურადღება მიექცეს მაგალითად პროგრამი რაღაცა მიმართულებით და ამაში რაღაცა მოიფიქრო თანხა ვაუჩერის გარდა მოკლედ არ ამგონია არსებობდეს ის უთხვარი მეთოდი რომელიც რომელიმე ქვეყნიდან შეიძლება ავიღოთ და წამოვიღოთ აქ აი ხშირად საუბრობთ მაგალითად ფინურ მოდელზე საუბრობთ ესტონურ მოდელზე იქ საბჭოთა მეთოდზე საუბრობენ ჩინური წამობენ ახლა რომ ყველაზე მეტი ერთად უძლიერეს ახლა როგორ შეიძლება თქვა და ფინეთში რომ ბავშვმა ისწავლა იგივე მეთოდი იყოს ქუთაისში ხო შეიძლება არ გაამართლოს ხო ჩვენ შეგვიძლია იქიდან რაღაცა საბაზისო წამოვიღოთ აქ მივამატოთ ჩვენი კვლევა რატო არის მნიშვნელოვანი კვლევა და მეცნიერება ხო იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყოს დადგენილი რომ რა მოწონს ქართველ ბავშვს რა პრობლემა მაგრამ აქ ვაცნებით ზუსტად ამ თემებს რომ ჯაჭვი
სკოლასა და მშობელს შორის გაწყვეტილი. საზოგადოებას კიდევ მნიშვნელოვანია მენტალიტეტი ხარსებობს, რომ აი მაინდა-მაინც უნდათ რომ ექიმი და ისახავდეთ რა ქვია იურისტი და ბევრი საინტერესო პროფესიები არ შემოდის სკოლებში. თუ როგორ შეიძლება ქუთაისელი ბავშვის და თბილისელი ბავშვის განვითარება ერთნაირი იყოს, იმიტომ რომ სასტატო პირობები არ აქვს ერთნაირი. იქ ბევრად უფრო საინტერესო წრეებია ბავშვებისთვის, ბევრად უფრო განმავითარებელი გასართობი ცენტრებია. ქუთაისში არ არის, წარმოვიდგინე ხა ქუთაისში რო არ არის, სიდიდით მესამე თუ მეოთხე ქალაქი ვარ, ხა რა ხდება სოფლებში, ბავშვებს რომლებსაც მაგალითად ზოოპარკის საერთოდ ნანახი არ აქვს. ხო გახსოვს ის შემთხვევა, ბავშვი რო გაიპარა სამეგრელოდან სახლიდან გაიპარა ბავშვი ჩაჯდა ავტობუსში წავიდა თბილისში, იმიტომ რომ ზოოპარკის ნახვა უნდა, ხო? აქ უნდა იყოს სახელმწიფო დაინტერესებული, რომ მაგალითად ვისაც საშუალება არ აქვს დაფინანსდეს ეს. რაღაც სკოლას ულტრა მემარჯვენე ადამიანიც კი წინააღმდეგი იყოს იმისი, რომ ბავშვი დაუფინანსო ექსკურსია. რაღაცა კონკრეტული ხოთაშორის მაღაზია ვიძახდი რომ აი ნახე ექსკურსია ერთი არის და ეს ისტორიის გაკვეთილების მხრივ ხო არის ან შეიძლება ექსკურსია არის კიდე იმის მხრივ რომ აი ბუნების რაღაცა ისტორიის ნახვა და დამატებით კიდე ეს არის ხა ბოლოს ვაკვირდები ძალიან ბევრი წამოვიდა ესეთი მაგალითები რომ აი შემთხვევით აი გურიაში მარტო კაცი არის ესეთი Facebook-ზე დაალაგეს რაღაც მიტოვებული ციხე. მე ვიყავი რაღაცა წერდი ვიდეოს და შემთხვევით აღმოვაჩინეთ იქ გეგუთის სასახლე როგორ არის მიტოვებული. ბაგრატის უკან რა ხდება, გელათსა და იმაზე არ საუბრობ. ვერც თქვა მინდა რომ კი საბჭოთ მე კომენტარები წერდნენ რომ აი ჩვენ დროს ხო იყო შაბათობა იყო რაღაც გავდივით და ალაგებდით. მაგრამ დაუშვათ ახლა შეიძლება ეს არ მოიწონოს ბავშვს. ხო რაღაც ამ სიცხეში მოვიდეს და რაღაცა ალაგიო, მაგრამ ხო შეიძლება რომ ახლა რომელი კაცს სკოლას მაგალითად აი ერთ სკოლას მაგალითად ხარ ქუთაისში არის დაუშვათ 40 სკოლა. აი ხო სიტუაცია ორკვე ან ერთ თვეში ერთ სკოლამ რა იყოს თავის თავზე რომელიღაც ერთი რაღაცა და თან კიდე ისე იყოსო ბავშვებო ამის მერე თან გაკვეთილი ჩადარდება გიდი ეყოლება მერე პიცები ვჭამოთ რაღაცა ხო არის ბანკეტებზე ვიცით ამდენი ფული გროვდება რომ ბანკეტი ჩემ ანუ რას ქვია ჩემ ხო და წარმოვიდგინე ახლა მე ვერ დავიჯერებ რომ სახელმწიფომ თუ არა მშობლებმა მაინც 50 ლარი არ აგროვენ იმაზე რომ ჩემმა შვილმა ბაგრატიდან გეგუთი გადაარჩინა. მაგრამ ეს ყველაფერი არის ფანტაზიის ამბავი რა. თითოეულ მასწავლებელს შეუძლია მსგავსი აქტივობა მოიფიქროს, სკოლები ერთმანეთს შეეჯიბრონ. მის ირგვლივ ტერიტორია მაინც რო დაალაგოს სკოლა. მის ირგვლივ ახლა აქვე ვართ მე-9 სკოლასთან. მე-9 სკოლის წინ არის ეს კულტურული მემკვიდრეობის ფოსტის შენობა. ფოსტის შენობას აქვს გულამაზესი ეზო. რატო არ შეიძლება მაგალითად ეს ეზო იყოს მოწესრიგებული და ბავშვები სკოლის მერე რო გამოვლენ დაждენ იქ. ხოთაშორის სანამ დაინგრაოდა მახსოვს რო გამოდიოდა სკოლიდან ამ იქ ჩემ წარმოგედგენაში ჯერ კიდე იყო. ახსოვს ხო ამდენ ეს როცა მე რო დაიწოდა და ეს ბალახი ადამიანები გადავაყოლე აქ სკვერის და ანუ ნაგავი და ეს აქ მივდივარ ზუსტად იმ პრობლემაზე რომ არ სკოლა არ უსმენს მშობელს იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ვერტიკალური სისტემა რომ სკოლამ უნდა მიიღოს ბრძანება ზევიდან გიმნაზიის ზევიდან და აქ რაღაცა მშობელის კრიტიკული აზრი საერთოდ გამორიცხულია სასწავლო პროგრამიდან და ამ დროს რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო სახელმწიფოს პრობლემა შუაგე განათლების სისტემა არის ყველა ადამიანის პრობლემა და ჩვენი საერთო გამოწვევა იმიტომ რომ ჩვენი შვილები უნდა შევიდნენ სკოლაში და ამ პროგრამაში ჩაერთონ ამიტომ მშობლებსაც მოუწოდებ რომ ჩაერთონ სკოლის განვითარებაში და შვილების განვითარებაში და მშობელი სკოლა მასწავლებელი დირექცია სახელმწიფო საზოგადოება ერთად ჩაერთოს ამ ამბავში მე წამიყვანია ბავშვები მაგალითად საღორის დღეში ნახევარ საათში შემაგი 40 ტომარა ნაგავი გამოვიტანეთ ტყიდან ხო? აი წარმოიდგინე რაღაცა კამპანიური ჩელენჯის გამოწვევა ამ ბავშვებში როგორ საინტერესო ამბავს იწვევს ეს რომ ერთმანეთს ტყეში არიან რაღაცა ხო? ტყეში არიან ალაგებენ და მე ამ ყველაფერს თავად სარგებლობენ ამ ყველაფერს ხო? ამ ამბავში ძალიან მარტივი იქნება შემაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გამოვიყენოთ ხო? ეს ნორმალურ სახელმწიფოებში ხოდაშორის რეკლამა თუ უნდათ ინფლუენსერები დაემით ხო სიტყვაზე მაგალითად კარგი რეკლამა რა არის რომ დაუშვათ აი მომელიღაცა კომპანიამ დაალაგა გაასუფთავა გეგუთის სასახლე. ამაზე კაი რეკლამა ხარ. მაგალითად თქვას რომ აი ვიღაცამ არ ვიცი მე რომ ამდენი კომპანიები არის ხო, მაგრამ აი მაგალითად გადმოვიდა ტექნოლოგიური ხაბი და ამ ტექნოლოგიურმა ხაბმა რაც არის ეს დაფინანსებული შევიკრიბეთ და დავალაგეთ მიმდებარე იმიტომ რომ იქ ხოდაშორის იქ ხა გაჟღერდა რომ დევნილების დასახლება იქ ის არ არის რა ქვია მოედანი არა ტროტუარი არა სასწავლელი იქვე რა და აქეთ რომ გამოდიხარ ორ საქართველოში ხარ რა ერთ მონაკვეთში ხო და ესა აქ ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენ რომ ვასწავლოთ ბიზნესმენებსაც ამის კეთება ხო შენ რომ ამდენ შეუძლო ამ ქვეყანაში შენ რომ შეიძლება თავისუფლად ხარ და არავინ არ გიშლის ეს ბიზნესის კეთებაში და შეუძლო ამდენ მილიონებს
შენ უნდა გქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ ეს და რაღაცა თანხა ნაწილი დააბრუნოს საზოგადოებრივ საქმეებში, ხო? ამ ქვეყანაში ჩვენ გვყავდა ნამდვილი მეცენატები გასული საუკუნის დასაწყისში, რომლებიც თანხებს დებდნენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. მაგალითად, ქუთაისში იყო სტანოვიჩი ასეთი კაცი, რომელიც მისი თანხის ძალიან დიდი ნაწილს ხელმოქმედებაში და მნიშვნელოვან ამბებში დებდა. მაგალითად, სარაჯიშვილი იყო იმაში აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც სულ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს აფინანსებდა. ნიკო ნიკოლაძემ რამდენიმე ახალგაზრდა საზღვარგარეთ წაიყვანა სასწავლებლად, ხო? ჩვენ ასეთი შემთხვევები ახლა მით უმეტეს ბევრად უფრო ისეთი ბიზნესები ყავს, რაოდენობა მეტი. ბევრად უფრო დიდ თანხებს შეულობენ. ამ ადამიანებისთვის უნდა გახდეს მიმბვაძველი ეს საკითხი, რომ ან გასასვლელიც მეტი აქვს სოფლიოში და რა ვიცი. გასაქანი მეტი აქვს, თანხები მეტი აქვს და შეუულიათ რომ ბანკებსაც კარგი მოგება აქვთ, ეხლა ამას წინ ნახეთ. რა თქმა უნდა, ახლა ბანკები რაღაცებს აკეთებენ, თქვა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს უფრო მიმბვაძველი ერთმანეთის მიმართ, რომ აი როგორ შენ თქვი, მაგალითად რა პრობლემა იქნება საყორის ტყის დალაგება. ხოდაშორის ახლა მე ვაკვირდები ხომ ან როგორ იხარჯება ეს ენერგია სიტყვაზე რა, მაგალითად რაღაცა დაორგანიზდება რაღაც კონცერტი, ეს მომღერალი დაფინანსებული არის ბიუჯეტიდან, კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დასვის იმ ბიუჯეტიდან, ბავშვები გაფრთხილებულები არიან სკოლებიდან თუ ეზოებიდან, არ ვიცი, მიდიან და კომპანიების მოდიან იქ ბიზნესები, რაღაც Coca-Cola რაღაცებით გამენი იქან და ჩატარდა რაღაცა მუსიკი, კარგი არის მუსიკა და გართობა ეს ყველაფერი, მაგრამ ესე გამოდის, რომ ფაქტორად შესაძლებელია, ხო, რაღაცა დაორგანიზო და ერთმანეთს დააკავშირო კულტურა, საჯარო სივრცე, ეს რა ქვია, ბიზნესი რაღაცა, მაგრამ ალბათ ამას ალბათ ჭირდება ან მეტი უფრო გაშლა, მეტი ინიციატივა, ან მეტი რაღაც. ნება ჭირდება პირველ რიგში და ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის ეს, რომ განათლების სამინისტროდან წამოვიდეს ერთი ბრძანება, რომ სკოლას დაევალოს ერთი სკოლის დალაგება, ხო? დარწმუნებული ვარ დირექციას და მასწავლებლებს შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაგის საშინელი ფაქტები, როცა მასწავლებლები ჩართული არიან სახელმწიფო პროპაგანდაში. აი, ეგ არის ძალიან ყველა თავრობის დროს მასწავლებლები, რომლებიც აქციებზე დაყავთ. ამ ყველაფრის გაკეთება არც უნდათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მალავენ სახეებს. მე საერთოდ არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ მასწავლებლებმა ილაპარაკოს პოლიტიკაზე. პირიქით, აბა ვინ უნდა ილაპარაკოს, ხო? სახელმწიფო პრობლემებზე, აბა ვინ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალდატანები. მასწავლებლებს ზუსტად ან გაგიშვებ ხელფას საქართველოს ან და დარჩები შენ შიშით ძალმე აქციაზე წასვლა კაცო რატომ სულ არ მწხვენია მე თუ ვინმეს ხარდამჭერი ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხარდამჭერი ვარ რატომ უნდა იყოს ეგ ხო რატომ ჩვენ ვნახეთ ჩვენი მეგობრების გადაღებული კადრები 2020 წლის არჩევნებზე როგორ იმალებიან მასწავლებლები მაგი დისკოშ და აქ იყო ოჯახის ეს იყო სმინდის დღეს ჩამოყვანილი მარშრუტკებით სულ ნახევარი წარმოვიდგინე ამ საქმეზე რომელზეც წასვლა არ უნდა ადამიანს და არაკომფორტულია მისთვის ეს ძალდატანება რა მისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება და მაგალითად სკოლის დალაგება. ხო, აი მარტივად ახლა შეხედე წარმოვიდგინოთ რა სიგიჟეს დამოხ საქმე. ნახე, მასწავლებელი რომელიც შენ წესით უნდა აიღო და გადაამზადო სიტუაცია სადღაცა ანახო სხვა მეთოდები ნახო სხვა ქვეყნებში გაუშვა სიტუაციაზე ან აქ ჩამოიყვანო ვიღაცა და ჩაუტარო ტრენინგები რომ თვითონ მე შეარჩიოს თავისი კაცს როგორ უნდა წაიყვანოს მაგალითად ერთი მეორე ხო ხელფასი მესამე ეს მასწავლებელი ხო ამზადებს ბავშვს რომ კიდე დამატებით ფული მიიღოს ანუ შენ რომ ეს ხელფასი გაუზარდო გადაამზადო და დაანებო თავი მიუშვა ეს მასწავლებელი იყოს თავისუფალი არ ჭირდებოდეს დამცირება და რაღაც ხოლგის ქვეშ მალვა აქციებზე სტადიონებზე წინა ხელისუფლება იქნება თუ ეს იქნება თუ მომდევნო იქნება არ იყოს პოლიტიკურად ეს გამოყენებული ეს ციფები და აიპები და ეს ყველაფერი აი ხო მისი საზღუნავი იყოს მარტო ბავშვის განათლების მიცემა. იცოდეს რომ მე ბავშვს განათლება, მე სხვა რამე არ მევალება, სტაბილური სისტემა აქვს რაღაცა და ჩემი ამოცანა ეს ხელფასი რომ აქვს, ბავშვის განათლებას გაუფრთხილდი. თავარი ამბავს მაინც რომ შევაჯამოთ რაღაცნაირად. მაგ მგონია რომ პირველ რიგში უნდა მოусმინოთ ბავშვებს. აი, ყველაზე ხშირად რასაც მე ამ შენობაში მეორე სიტყვას რომელსაც აქ ბავშვებს ვინები არის ილაპარაკი. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება იწყება საუბრის დაწყებით. კითხვების დასმიდან, მაგი და ამ კითხვებზე პასუხების ძებნიდან, იმიტომ რომ ხშირად ვიმეორებ ამ ბავშვებს, რა ვიცი, 1000-ში მაგ ალბათ ნათქვამი თითოეულ ბავშვს ანუ როგორ გამოვიდა ადამიანი გამოქვაბულია, ხო? ვიღაცამ დასვა შეკითხვა. ბატონო, გავიდეთ გარეთ. მოდი რა მოხდება, რომ გარეთ დავიწყო ცხოვრება, ხო? და ამან მოგვიყვანა აქამდე რომ დღეს ადამიანები ფიქრობენ მარსზე ცხოვრებაზე, ხო? აი მე ვისმენ ამ ბავშვებთან პრობლემებს, იმიტომ ასე რომ ველაპარაკები თვითონაც იხსნებიან ჩემთან. სვამენ კითხვაზე. რატო არის მასწავლებელო სკოლაში ტუალეტების სულ მოუწესრიგებელი? სუნი რატო ტუალეტებში? რატო არის ტუალეტებში სუნი, ხო? ამაზე პრობლემა დასვა ადამიანმა მოუგვარი. რატო უნდა დასაჯო? მე რატო მეუბნებით ამას? ეს უნდა კითხოთ მასწავლებლებს, კითხოთ დირექციას, უთხრათ მშობლებს.
მაგრამ მათმა ჩვენ მოთხოვა არა გვაქვს წარმატებული პროცესების ბევრი მაგალითები შმაგი. ეს როგორც კი მასიური გახდება, როგორც კი ერთი ჯგუფი მიაღწევს წარმატებას, რომ მიხვდება ბავშვი და იგრძნობს, რომ მის პროტესტს მოყვა შედეგი და საპირფარეშო ეს აშენებს თქო რომ მე უკვე დაიწყება გააკეთეს. მე ეს უფრო იგრძნობენ. მე ვიღაცას უბრალოდ როზის და ბუჯეს რო ჭამს, მოუწევს რომ იფიქროს იმაზე, რომ ბავშვებს როგორ დაულაგოს ტუალეტი. იმიტომ რომ სხვანაირად მარტივი ცხოვრება აქვს და მე თავის ტკივილი მოუწევს. ხო და ეს არის რა, მოусმინოთ ბავშვებს და სკოლამ ასწავლოს ბავშვებს კითხვების დასება. მადლობა. ვიშიკო, ესე იგი ჩვენს კადრებში იხილავთ აი ამ სიუჟეტებს, კომენტარებშიც. გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, განათლებაზე საუბარს, ახლოვდება სასკოლო წელი და უსურვებთ ჩვენ ბავშვებს წარმატებას და ნამდვილად ვისურვებდი, რომ რაღაცნაირად აი იმით მოყვდი ხოლმე ხან უცხოეთში ხარ იმაში, რომ ჩემს წარმოადგენაში მაინც ყოველთვის პატარაერი ვართ, მაგრამ აი განათლებული ხალხი რო ვართ, ხოც აი რო ყავს დიდი მწერლები, დიდი რაღაცა და ის სულ მაგეთი ეს გიამაყება, რომ წარჩინებული ქართველები გვიამაყება რა. გინ სპორტში, გინ იმაში, რომ აი ეს ანუ იმ სახელად პატარა ქვეყნების კომპლექსია. ხო და ესე გვიყვარს დადებითი რაღაცა, ამიტომაც მაგრამ ამ დროს მაგი რა ვიცი, არ შემიძლია არ ვახსენო ქუთაისში მაგალითად დაანგრიეს არის მეუთხე სკოლა. ხო, და მეშვიდე სკოლა ის დაანგრიეს და მეშვიდეს სკოლა დაანგრიეს. ჩავწერეთ წინა პოდკასტში მეშვიდე სკოლა. ხო, მაგრამ მე არ შემიძლია რომ არ ვახსენო დაანგრიეს მეოთხე სკოლა და საერთოდ აღარ ააშენეს, სადაც 300 ბავშვი უნდა ესწავლა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილზეა ეს სკოლა და წარმოვიდგინე 300 ბავშვს მოუწევს სხვა სკოლებში გადასვლა. ეს გარდა იმისა, რომ ბავშვებისთვის დისკომფორტია, ქალაქისთვის დისკომფორტია, იმიტომ რომ უფრო მეტი მანქანა მიდის ადგილზე, უფრო მეტი საცობი ჩდება და ასე შემდეგ. მეშვიდე სკოლა დაიწყეს და აღარ გაარემონტეს, ამას მაგალითად განათლების მინისტრიც აღიარებს. ჩვენ გვაქვს ირგვლივ მაგალითად. აი კი არა, გუშინ ახლა გავამიგზავნეს ვიდეო, რომ ეს ყველაზე დიდი სოფელი, ერთ-ერთი დიდი სოფელი არის სვირი. ეკაც სკოლა დაყავთ 10 კილომეტრში. ბავშვები 100-მდე ბავშვი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადაანაწილეს მეორე სმენებში. კიდე აგერ ახლა ინფორმაცია აქვს, და ვიცი, ნამდვილად მართალი არის, რომ აზბეკში სნოში ის სკოლა პატრიარქის სკოლა დაიწყეს რემონტი და ბოლოს მithna რომ ეს სკოლა ვერ გარემონტდება და რაღაცა. ანუ ბევრჯერ მესმის ეგეთი რაღაცები და მოდი ვუსურვოთ, რომ პირველ რიგში რაც საზრუნავი არის, რომ ჯანმრთელები და განათლებულები ვიყოთ, ჩემი აზრით, ხო, მაინც ჯანდაცვა და განათლება არის ჩვენი პირველი ეროვნული პროექტი, არა პარტიული, არა ვიღაცის პროექტი, ეროვნული პროექტი არის. თუ ადამიანი არის ჯანმრთელი და განათლებული, ყველაფერს გააკეთებს, რაც არ უნდა პატარა შესაძლებლობები იქონდეს ქვეყანას. ასე მგონია. ყველა როცა ვიცით, რომ სკოლებში ძალიან ბევრი ბავშვი მშიერია, მშიერი ბავშვის გაკეთებული ტესტი და ბავშვის, რომელსაც არა აქვს კვების პრობლემა, გაკეთებული ტესტი სხვადასხვა შედეგია. აქ ვივდივართ იმ თემამდე, რომ აი მაგალითად შეიძლება სკოლებში იყოს კვება უფასო და ასე შემდეგ მაგალითად დაანონსდა, რომ უკრაინაში ქვეყანა, რომელიც 5 წელიწადია ყოფილია, სექტემბრიდან სკოლაში იქნება კვება უფასო, ხო? აი ვიცი, მე მგონია, რომ ამდენი მოსწავლე ყავს ბოლო-ბოლო, ხო? ჩემი აზრით ეგეც არ უნდა იყოს პრობლემა. მადლობა მიშიკო. გამოიწერეთ ჩვენი ნახე, დაწირეთ კომენტარებში, ასევე აუცილებლად როგორი თქვენთან რა პრობლემებია, რომელ სოფელში, რომელ სკოლასთან, რომელ ბაღთან, ბაღზე თქვი ხო იქ დამავიწყდა. ზენება გორაზი არის, რომელიც უნდა ვაშენოთ და დაინგრა და არა. ააშენეს, მაგრამ ვერ დაასრულეს და არაა ჩაფარებული და მოკლედ ბავშვები გასწავლეს. მოკლედ ბაღებზე, სკოლებზე და ასევე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ თვითონ ჩვენი განათლების სისტემა. დიდი მადლობა.